შენ ერთქვის სავაში ჩიჩექს სახლში გამოკეტავს რა მოხდა? თავისი საქმის თვითონ იცის. გოგო ისევ წავიდა. მშვენიერია. ვერ დაინახე სავაშს რა სახე გქონდა. არ მაინტერესებს რა სახე გქონდა. ჩიჩექი ისე დადის როგორც უნდა. შენს მას არ იცნობ ნაზან. ცხელ გულზე მოქმედება არ უყვარს. საღამოს ნახავ რაც მოხდება. კარგი ვნახოთ. ნახოთ. ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს, ქმარა. დედა. დასაცმელი დამიძველდა. საყიდლებზე ხომ არ წავიდეთ. კარგი. შვილო, გაიღვიძე? ჩემო საყვარელო. რას ასიამოვნო სურნელი გაქვს? ჩემო ძვირფასო. რა ტკბილი ხარ. რა? რაც ქონდა ყველაფერი იმ ქალს დაუტოვა. ბავშვის ბოთლი, საკვები, ტანსაცმელი. ყველაფერი თავიდან უნდა ვიყიდოთ. ბევრი არ დაჭდება, ლეილა. ტანსაცმელს ჩვენ შევუკერავთ. ძაბს ვიყიდით და ჟაკეტს, ჟილეტს მოვუგზავნთ. ხელფასი დიდი ხნის წინ დავხარჯე. ერთი გურუშიც კი არ მაქვს. მე რაც მქონდა სახურავის ოსტაც მივეცი, მაგრამ საკრედიტო ბარათიდან ნახტფულს გამოვიდან. ასე როგორ შეიძლება საკრედიტო ბარათის პროცენტი დიდია. არა უშავს, თვის დასაწყისში ხელფასს აიღებ და მომცემ. პატარა პრინციც მოვიდა. ბებია საყვარელმა ბიჭმა გაიღვიძა? მომიცი. ჩემო ძვირფასო. ბებია შემოგივლოს. ჩემო საყვარელო. ცოტა ხანს დამაჭერინე. კარგად ვერ მომეფერე, მომეცი. გაიყვანე. ბებიას ფაშა. შეხედე. არაჩვეულებრივია. დედა, ბავშვის ეტლიც ვიყიდოთ. კარგამინჩი გარეთ გავასეირნებთ. კარგი შვილო, ვიყიდოთ. სამასი ლირა. ხვალ ვიყიდოთ. ჩემო საყვარელო. ხნილის მწარმოებლებმა კლიპს არც კი შეხედეს. 20,000 ლირა წყალში ჩაიყარა. ფული ასეთი მარტივი საშოვნელია? პასუხს მე მთხოვ. წადი და კლიენტის წარმომადგენელს კითხე. როგორ მოვიქცეთ სევგი, რა გავაკეთოთ? რა ვიცი, მე რას მიყვირი, ბორაკ, მარა. ინებეთ თქვენი ყავა. გმადლობ სითარე. გმადლობ. რა საკეთებენ? ოთახში ჩაიკეტნენ. რა ვიცი. სითარე, ბატონი ბორა და სევგი რაზე საუბრობენ? თქვენ მიერ გაკეთებულ არაჩვეულებრივ კლიპს განიხილავენ. ხნილების კომპანიამ რომ დაიწუნა იმას. რანაირად ლაპარაკობ? ერთხელ მაინც მოусმინეთ სხვას. თითქოს ყველაფერი კარგად იცით. თქვენ გამო საბოლოოდ გავკოტრდებით. არა, ეს უკვე მეტისმეტია. ბატონ ბორასთან გიჩივლებ. აზრას მისი მისამართი უნდა ვათქმევინოთ. სხვა გზა არ გვაქვს. კარგი, დაუძახე. შენ დაუძახე. ალო? აქ არის, კარგი. ბატონი ბორა გეძახის. ახლა რა უნდა? კარგი რა. გეტყვის წადი და კლიენტები მოიზიდეო. სხვა რა უნდა უნდოდეს?
ბატონო ალფაი, რაღაც მინდა გკითხოთ. მართალია, რომ სააგენტოს თანამშრომლებს შეამცირებენ? რა? გუშინ გამომცემლები საუბრობდნენ. სააგენტო ცუდ მდგომარეობაშია, თანამშრომლები უნდა შეამცირონ. რა სისულელეა, მსგავსი რამ არ მოხდება. თქვენ საქმეს მიხედით. მე ძახდით? მოდი აქ და ჯექი. აზრა. სააგენტოში შემცირება უნდა დავიწყოთ. მართალია. ახლა დიდი შეკვეთა არ გვაქვს, შემცირება გამომცემლებიდან დავიწყოთ. გამომცემლებიდან? აზრა, რაღაცას გკითხავ. შენი საქმე სააგენტოში კლიენტის მოზიდვა არ არის? დიახ, რამდენიმე კლიენტ შევხვდი. ერთი წუთით. გინდათ თქვათ, რომ კარგად არ ვმუშაობ? ვერ ვიტყვით, რომ ბრწყინავ. არა, აზრა. გინდათ იმისთვის დამსაჯოთ, რომ იასემინის მისამართს არ გეუბნებით? რა თქმა უნდა, მაგასაც ვითვალისწინებთ. სააგენტოს კეთილდღეობა თუ გინდოდა, უნდა გეთქვა. კარგი.ახლავე გეტყვით. იასემინის დედა იალი ქალაქში ცხოვრობს 54 დასახლებაში, მაგრამ არ მახსოვს რომელი სახლია. რატომ დაგვიმალე და არ გითხარი? იმიტომ რომ იასემინი ჩემი მეტოქეა. თქვენ არ გვეუბნებით მეტოქე საკუთარი ხელით არ გამოკვებოო. ოჩახ. ახლა შენ საქმეს მიხედე. წადი და ახალი კლიენტი მოიზიდე. მეტი შანსი არ მოგეცემა, აზრა. ხვდები არა? აზრა. რა მოხდა? დამაშანტაჟეს. რას ქვია დაგაშანტაჟეს? ჩვეულებრივად დამაშანტაჟეს. ბორამ მითხრა, ან იასემინის მისამართს გვეტყვი, ან სამსახურიდან გაგიშვებთო. უთხარი? დამცინი, მაგას როგორ ვეთყოდი? ახალი სეზონისაა, არა? დიახ. რა ლამაზი ფერებია. ნახეთ, აქ სხვა მოდელებიცაა. სხვა ფერიც არის? დიახ, რა თქმა უნდა. არა, ჩვეულებრივია, ქალბატონო ნაზან. ხო, ცუდი არაა. ისეთი აგებულება გაქვთ, ნებისმიერი ტანსაცმელი მოგიხდებათ. ლამაზი ფერია, შვილო. ღია ფერი ჩაიცვი. ის კაბა მოისინჯე. ეს? ამ კაბის შესაფერისი ფეხსაცმელი მოიტანეთ ახლავე, გაიქეცი. ქალბატონო შახნურ მინდო და თქვენთვის ესენი მეჩვენებინა, ამ წლის მოდელებია. რა დროს ჩემი მოდაა, შვილო, 60 წელს გადავცილდი. ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? ერთი მაინც მოისინჯეთ. დამიჯერეთ, მოგეწონებათ. აქ მოსინჯვას ვერ დავიწყებ. სახლში გამომიგზავნეთ. რაც მომეწონება, მე ჩავიცვამ. დანარჩენ სახლობლებს ვაჩუქებ. კარგი. როგორია? ლამაზია. ძალიან მოგიხდა. თუ გინდა ჩიჩეკს ვუყიდოთ. ხვალ დაბრუნდებით? არ ვიცი. ალბათ ხვალ საღამოს. დაგირეკავ და შეგატყობინებ, კარგი? კარგი. სადმე მიდიხართ, ქალბატონო სევგი? დიახ, ბოდრომში. კარგი, ბილეთების საკითხს მოვაგვარებ. ქალბატონო სევგი, 2 წუთით გცალიათ? შემოდი. აზრამ იასემინის მისამართი გითხრათ? რატომ მეკითხები? არ მგონია სწორი მისამართი მოეცა. დედამისი ბითესში ცხოვრობს, მასწავლებლების დასახლებაში. ეტლისად არის დედა? არც კენგურუ გიყიდია. თვის დასაწყისში ვიყიდოთ, იასემინ. ხელფასის აღების შემდეგ.
სიმართლე გითხრა, ეტლი შევათვალიერე, მაგრამ დაბალფასიანი არ მომეწონა. ხარისხიანი მინდა ვიყიდო. თვე დასრულდეს და დედა. დედა. ვალი აიღე? უცხოსგან ხომ არ ამიღია იასემინ. ნურის გამოვართვი. საკრედიტო ბარათიდან გამომიტანა თანხა. ფული არა გვაქვს? მეც იგივე უნდა მეკითხა შენთვის. ფული საერთოდ არ დაგრჩა, იქნებ გქონდა გადადებული. არა. თელი დანაზოგი ორსულობის დროს დავხარჯა. როგორ მოვიქცეთ დედა? არა უშავს. ღმერთი მოწყალია. ვიპოვით გამოსავალს. ცოტა ეკონომიურად ვიცხოვრებთ. წინასწარ გამოვიტან პენსიას. არ ინერვიულო. მოვიფიქრებ რამეს. მუშაობა უნდა დავიწყო. სტამბოლში წახვალ? არა. ბოდრუმში ვიპოვე სამსახურს. სასტუმროებში მივალ. ვინმე საუცილებლად დასჭირდება თანამშრომელი. არი პაკეტები მანქანაში ჩააწყვე. კარგი ქალბატონო. ამასაც ვიყიდით. დედა გაგიჟდი, მაგას ვისთვის ყიდულობ? ჩიჩექისთვის? იმეც არ კარგავ არა. სავაშს ჰოლდინგში გავუაროთ. შენ წადი, მე დავიღალე. კარგი. ნახვამდის ქალბატონო, ისევ გელოდებით. გმადლობთ. ნახვამდის. რა ხდება? არაფერი ძმაო, ყველაფერი ძველებურადაა. სადმე წავიდა? შუა დღისას მეგობრებთან ერთად გავიდა, ისადილა და უკან დაბრუნდა. ეშრე. არასწორად ხომ არ მოიქცა. სიმართლე მითხარი. ძმაო, ღმერთი მაღლიდან იყურება, არაფერი შემიმჩნევია. კარგი, არსად წახვიდე. წარმოების პროცესი თქვენთვის მისაღებია? ამ ეტაპზე კი, როგორც კი ახალ პროგრამას გავუშვებთ, შევცვლით. შვენიერია. ბატონო სელიმ, გილოცავთ, ყველაფერი წესრიგშია. გმადლობთ ბატონო სავაშ. კიდევ ბევრი რამაა მოსაგვარებელი. ამ ეტიკეტს შეხედე. თითქოს 70-იან წლებშია გამოშვებული. არ თქვა, საშინელებაა. რეკლამის გაკეთებას ვაპირებდით, რა მოხდა? ადრე ხომ არ გინდოდა? დრო შეიცვალა. მართალი ხარ, რეკლამა აუცილებლად გჭირდება. როგორ მოგეწონათ? კარგი, წავიდეთ ბიძია. აქ იქნები? თქვენ წადით. წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის. მართლა გემრიელი ყოფილა. ნერვიულობის გამკვდები. რატომ? 15,000 ლირა მაქვს ვალი. არ ვიცი როგორ გადავიხდი. რას ამბობ? მაგდენივალი რატომ აიღე? ავეჯი ვიყიდე. სტუმრები მოდიოდნენ. ძველ დივანზე ხომ არ დავსვამდი. გინდა ფული გასესხა? სერიოზულად მეუბნები? ფული გაქვს? არ მქონდა. მაგრამ როგორც იქნა დედამ ალაჩათაში მიწა გაყიდა. ძვირად არ გაუყიდია, თუმცა წილი მეც შემხვდა. თუ გინდა დაგიხმარები. გინდა? რამდენის მოცემა შეგიძლია? 5,000-ის. გაწყობს? რას ამბობ? ძალიან მჭირდება. მაგრამ ერთი პირობა მაქვს. კლიენტი უნდა მიშავა. კლიენტი როგორ უნდა გიშავა? ეშავე. მაშინ წიგნს ხვალ მოგიტან, კარგი? კარგი, ხვალ გამოგართმევ. ახლა გამოვიდა ძმაო, ჩემკენ მოდის. ოღუზ, მე მივდივარ, კარგი? კარგი, დროებით. კარგი, თვალი არ მოაშორო. არაფერი არ ხდება, მეგობრები არიან. მერე რა, ეგეთი მეგობრობის შესახებ მსმენია. ეშრებ, მოხვედი? დაბრძანდით, ქალბატონო ჩიჩეკ. ლექციები ადრე დასრულდა? დღეს ადრე დამთავრდა. მეგობრებთან ერთად რატომ არ წახვედით? რა უნდა გავაკეთო? ტყუილად დროს დავკარგავ. ჯობს სახლში ვიმეცადინა.
შეხედე? უნივერსიტეტში გადაღებული ფოტო. როგორ გამოვიყურებით? რა ახალგაზრდები ვართ, ნადია. ახალგაზრდობაზე არ გეკითხები. შეყვარებულებს არ გავართ? მერე? შეყვარებულები ვიყავით? რა თქმა უნდა, არა. მე ნერგისი მიყვარდა. შენ კი ჰიარი. ახლა რატომ მაჩვენებ ამ სურათს? სავაშ, ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ ვინც ამ ფოტოს შეხედავს, ყველას შეყვარებულები ვეგონებით. მივხვდი, გასაგებია. ჩიჩეკს არ ვიცნობ, მაგრამ განვიცდი მის გამო. ყუილად ცოდვა არ დაიდო. ჩემო ძვირფასო. სავაშ, დაო. აქ რა მოგიყვანა? დედასთან ერთად საყიდლებზე ვიყავი და გამოგიარე. კარგად მოიქეცე. მოდი დაჯექი, მოდი. ნადიას არ იცნობ, არა? გამარჯობა, მე ნადია ვარ. გამარჯობა ნაზანი. სასიამოვნოა. ნადია ჩვენი ჰოლდინგის გენერალური დირექტორია. ჩემი საუკეთესო მეგობარი. სავაშ, ჩემს კაბინეტში ვიქნები. დროებით. კარგი ძვირფასო. ნახვამდის. დაჯექი. რას დალევ? რითი გაგიმასპინძლდე? ყავას დავლევ. ემინე, ორი ყავა მოგვიტანე. რა კარგია რომ მოხვედი. ხშირად გამომიარე. აუცილებლად. არა, დამლაგებლის პოზიციაზე არ დამირეკავს. ჩვენ მხოლოდ ეს ვაკანსია გვაქვს. ოფისში თანამშრომელი არ გჭირდებათ? სამწუხაროდ სეზონი არ დაწყებულა. მიმღებშიც ვიმუშავებ. გამოცდილება მაქვს. ორი რეგისტრატორი ყავს. ახალი არ გჭირდება. გასაგებია. ბოღაზიჩის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ინგლისურიც კარგად ვიცი. წოხარ. ზაფხულში დარეკეთ. როცა ახალი სეზონი დაიწყება. კარგი, გმადლობთ. ნახვამდის. დედიკო, ჩვენ გავიღვიძეთ. შვილო, მოდი ჩემთან. მოდი. ჩემმა ბიჭმა გაიღვიძა? კარგად გამოიძინე? პატარა პრინცმა გაიღვიძა? რა მოხდა? რა იყო? შენსა და ნადიას შორის რა ხდება? რატომ მეკითხები? რა ვიცი, ერთმანეთს ეხუტებოდით. მეგობრები ვართ. მეგობრულად ჩავეხუტე. ხმერთო ეგვის გაუგია სავაშ. რატომაც არა? ნადია ჩემი საუკეთესო მეგობარია. უნივერსიტეტიდან ერთად მოვდივართ. წლების განმავლობაში იტალიაშიც ერთად მუშაობდით. დაო. უნივერსიტეტში რომ გესწავლა, გეცოდინებოდა რა არის მეგობრობა. ვინ მომცა სწავლის საშუალება? არ ჩვენ მოინდომე. ლიცეუმის შუა გზაზე მიატოვე და ჩვენს ბიძაშვილზე გათხოვდი. ხომ ხედავ ჩიჩეკის სწავლისთვის როგორი ბრძვის. ჩიჩეკს ნუ მიხსენებ. ნუ მანანებინებ რომ მოვედი. კარგი, დამშვიდდი. არ გინდა ვისაუბროთ. გოგოს ძალიან ცუდად ეკცევი. სავაშ, ის მკვლელის გეყოფა. პრობლემა ის არ არის, რომ შენი ქმრის მკვლელის და. აბა რა ხდება? ჩიჩეკი იმას აკეთებს, რაც შენ ვერ შეძელი. უნივერსიტეტში სწავლობს. დამოუკიდებლად მოქმედებს. საქმეც სწორედ ესაა. დაო, ძვირფასო. გვიანი არც ახლა. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ. საზოგადოებაში გადი. დედასთან ერთად სახლში ნუზი ხარ.
სავაშ არ გამაგიჟო. რას ნიშნავს არაფერს იღონებ? ეს რა არის? განსაკუთრებული არაფერია, უნივერსიტეტში სწავლობს. რა თქმა უნდა, მეგობრები ეყოლება. თუ ისეთი არაფერია, როცა პირველად ნახე, რატომ გაფითრდი? ათასობით ამაზე უარესი ფოტო მაქვს. ყველგან გოგონები არიან. შენ კაცი ხარ. შეიძლება რომ გაერთო. მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ ქალებისთვის ასეთი რამ არ შეიძლება. ის დრო წარსულს ჩაბარდა. ახლა სხვა დროა. ჩიჩეკი უნივერსიტეტში სწავლობს. და ბუნებრივია, რომ მეგობრები ჰყავს. გასაგებია? ესე იგი არაფერს იღონებ. არა. კარგი. მართალია. დრო შეიცვალა. თუ ასეა, შენს გაუწიე ქმრობა. დედა თავიდან ნუ დაიწყებ. შველა. თავარია რომ დააფეხმძიმო. რა? ჩვენ მხარეში ჭორაობენ. ამბობენ უშვილოა. თავარია ჩიჩეკი დააფეხმძიმო. ესეც საკმარისია. მე როგორც გინდა ისე გაერთე. დედა როგორ მელაპარაკები? რას ნიშნავს დავაფეხმძიმო? შვილო, ჩიჩეკის შეყვარებას არ გაიძულებ. უბრალოდ მასთან დაწექი. დედა მისმინე. მე არ გავერთობი. შეყვარებული ვარ. რაც არ უნდა მოხდეს, მას არ ვუღალატებ. გასაგებია? შეყვარებული ყავს? რძალო, წყალი მომიტანე. ოღონდ ცივი. ადექი და მოიტანე. ადექი. რა ხდება? პატივისცემა გამოიჩინე. ჩიჩეკი შენზე უფროსია. ვერ გაიგე? წყალი მომიტანე მეთქი. დადი და აიღე. დაიძინა? ო, დედა, შეგიძლია მაპატიო. მე უკვე გაპატიე. დედები შვილებს ყოველთვის პატიობენ. ეს არის დედობა. მალე თვითონაც მიხვდები. კარგი, მაგრამ შვილები ისინი პატიობენ მშობლებს. მაგალითად ომერი შეძლებს რომ მაპატიოს. ომერი ამას ვერ გაიგებს. იტყვის დედა ჩემი ამ ქვეყნად საუკეთესო დედაო. მართლა ასე ფიქრობ? დაივიწყე. ეს წარსულში დარჩა, კარგი? ნუ აღარ ფიქრობ ამაზე. შენ შეცდომას მიხვდი და გამოასწორე. გასაგებია? ახლა კარგად ხვდები რა არის შვილის სიყვარული. მივხვდი რატომ გადამაფიქრებინე ბავშვის მოშორება. მართალი იყავი. ჩემი შვილისთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა. საუკეთესო ნივთებს ვუყიდი. პრესტიჟულ სკოლაში ვასწავლე. რა თქმა უნდა. რაც შეგიძლია ყველაფერს გავუკეთებ. ამას ერთად შევძლებთ. დედა შაჰნურ. მე ძახდით? გეძახდი. რა არის ახალი უნივერსიტეტში? არაფერი. მეცადინეობთ. გამოცდები გვაქვს. კარგი. ისწავლე და ბედნიერი იყავი. ამ საღამოს, როცა ყველა დაიძინებს,
ამას ჩაიცვამ და სავაშის ოთახში შეხვალ. რა? სავაშის ოთახში შევიდე? თან ეს უნდა ჩავიცვა? დედა შაჰნურ, ტყუილად ცდილობ, ასე ჩაცმული თუ შევალ სავაში გამომაგდებს. სავაში მამაკაცია, შვილო, მამაკაცი. როცა ამით დაგინახავს, როგორ გამოგაგდებს? შენ ლამაზი გოგო ხარ, სუფთა. შენ წინაშე ვერც ერთი მამაკაცი ვერ შეიკავებს თავს. დედა შაჰნურ, ასე როგორ შეიძლება? რატომ არ შეიძლება? მისი კანონიერი ცოლი ხარ. ერთხელ თუ დაწვება შენთან, ვინ რა სიტყვის? მე რა, ერთხელ გამოსაყენებელი ნივთი ვარ? ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება, ჩიჩეკ. შვილს გააჩენ. ჩვენი გვარი გაგრძელდება. ქალობა გამოიჩინე. და ეს ბევრჯერ მოხდება. არა, ამას არ დავთანხმდები. როგორც გითხარი, ისე მოიქცევი. შენთან ღამის 11 საათზე შემოვალ. დაიმახსოვრე. ნეტავსად დაიკარგა. ხომ არ მომატყუე დერია? რა სისულელია, რა ტყუილი? პულს როდის მომცემ? ის ტიპი დაითანხმე და მიიღებ. რაზე ჩურჩულებს ორი ჯადოქარი? აზრასთვის კომპანია ფენჩის დათანხმება უნდა შევცლა. ეს როგორ? ძმაო, კლიენტები მჭირდება, კლიენტები. მერე დერია რა შუაშია? დერია კომპანია ფენჩის დირექტორს მოსწონს. დერია დათანხმდება, ჩვენ კი სარეკლამო კონტრაქტს მოვაწერთ ხელს. მისმინე, იმ მაიმუნთან არ დავწვევი, იცოდე. ჩემთვის მთავარია შეკვეთა მივიღოთ. შენ თუ გინდა ლოგინში ჩაუწექი, თუ გინდა საუნაში გაყევი. ჩემი საქმე არ არის. მოვიდა. ნუ ხარ მოწყენილი, გაიღიმე. გამარჯობა ბატონო ბეჩეთ. გამარჯობა ქალბატონო დერია. თქვენმა სილამაზემ დამაბრმავა. გმადლობთ რომ მოხვედით. უარი არ მითხარით. რას ამბობთ ქალბატონო დერია, რას ამბობთ? თქვენს ნებისმიერ სურვილს შევასრულებ. ჩვენ დერიას კოლეგები ვართ სარეკლამოდან. მე აზრა ვარ. ალპაი. ჩიჩეკ. წავედით. წადი. ჩიჩეკ. აქ რას აკეთებ? ასე რატომ გაცვია? დედა შენმა მიბრძანა. უკვე მომბეზრდა. მომბეზრდა. სად არის? შენს ოთახში გადი. ღმერთო. რა ხდება სავაშ? დედა რას აკეთებ? საერთოდ არ გრცხვენია? რა გავაკეთე? ჩიჩეკს რაღაც სისულელე ჩააწვიდა ჩემს ოთახში გამოუშვი. მოვიდა? ღამის პერანგი დავუტოვე ოთახში და რჩევა მივეცი, სულ ესაა. რადგან მოვიდა, ესე იგი შენთან ყოფნა უნდა. სამუდამოდ ქვრივად ხომ არ დარჩება. რას ამბობ? გოგო დგას და ტირის. აბარაქნეს. გითხრას შენთან დასაწოლად მოვედიო? პატარძლები ყოველთვის ტირიან. ასე ხდება, შვილო. ძალიან ცუდად მოიქეცი.
რატომ? ჩიჩეკი შენი კანონიერი ცოლია, შენი რჩეული. მინდა რომ ჩვენი გვარი გაგრძელდეს. მინდა ბალდარებს შვილიშვილები ჰყავდეთ. არასოდეს არ დანებდები, არა? ჯერ ამ საბუთებს გადახედე, მერე დანარჩენებს. დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა. დილა, ნადია კაბინეტშია? ჯერ არ მოსულა. ალო, ნადია, დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, სავაში. გაგვიანდება ნერვიულო. ავად ვარ. დღეს სამსახურში ვერ მოვალ. რა გჭირს? საშიში არაფერია. გავწივდი. ყელი მტკივა. ექიმთან წაგიყვანო? არა, საჭირო არ არის. დღეს ვიწვევი. იმედია გამივლის, არ იდარდო. მარტო იქნები? ასე არ შეიძლება ვინმეს გამოგზავნი. ვის გამოგზავნი? ვინმეს მოვძებნი? მეც მოვალ და მოგივლი. კარგი? ნადია. ჩემზე არც გიფიქრია რა? ნუ მაწყენინებ სავაში. ჯემ. შენ მანდ ხარ? რა თქმა უნდა. შეყვარებულს სუნიანს ვუმზადებ. კარგი რა. კარგად მოუარე ჩემს მეგობარს, თორემ გისაყვედურებ. არი ნერვიულო. ძვირფასო. საყვარელო. დალიე. მიდი. არაფერი არ მინდა. როგორ არ გინდა? დალიე. ლექციები საღამოს 6-ზე მთავრდება. 6-ზე მოდი. როგორც მეტყვით, ქალბატონო ჩიჩეკ. გმადლობ. გამარჯობა. 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 როგორ ხართ, რას აკეთებთ? ახლა ხან მოვედით.
დედა, გისმენ. ეს ბეჭედი გაყიდე. ბევრს არ მოგცემენ, მაგრამ ცოტა ხანს გვეყოფა. არ არის საჭირო შვილო. არა, წადი და გაყიდე. მაგრამ შენ რომ ეს ბეჭედი ძალიან გიყვარს. ჩემ შვილზე უფრო მეტად არა, დედა. დილამშვიდობისა, მეგობრებო. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. სახლში გვიან მიხვედი დერია? თუ? თავი დამანებე. შენ გამოისედაც უსიამოვნებაში გავეხვიე. რა უსიამოვნებას გულისხმობ, მსუქანია თუ მელოდი? პირიდან სუნი ამოსდიოდა. როცა სახლამდე მიმიყვანა, ჩემი კოცნა სცადა, კინაღამ გული წამივიდა. ნუ დამცინი. ახლავე მოგიმზადებ პაპას. ბებია, სიცოცხლე. როგორ არის ჩემი ბიჭი? როგორ არის ბებია სიხარული? გიყიდო რამე ბაზარში? თუ შეგიძლია მჟაუნა იყიდე. ძალიან მომინდა. უკვე დედა ხარ, მაგრამ ბავშვივით იქცევი. ლეილა, წამოდი. მოვდივარ. დროებით ვერფასა. ვერ შორდები, არ შემიძლია. დროებით შემოსაყვარელა. ძვირფასო, მოგშივდა? სანამ ბევრი ხალხი არ არის, მანამდე წავიდეთ ბაზარში. ნორიშ საღამოს ჯობდა. საღამოს მარტო ნარჩენებია. ქურუშების გამო არ ღირს ლოდინი, წამოდი. გამომართვი. 2500. შენ მითხარი 5-ს მოგცემო. ის კაცი შეაბი დანარჩენსაც მიიღებ. უკვე დავითანხმე. კარგად ვერა. მოაგვარე და მოგცემ. აზრა. შენ მე ვალს მაძლევ. თუ საქმეს მაგეთებინებ. ტყუილად ფული რატომ უნდა გასესხო? იმიტომ რომ მეგობრები ვართ. მეგობრობა სხვა რამეა, ფულის ესხება სხვა. შარშან შენც ასე არ მომექეცი? ყველაზე სანდო ამინდის პროგნოზი საქართველოში. Amindi.tv. როდის მოხვედი? რატომ მეკითხები? ღამეა გაატარე? ნადია, ამ ტიპს აქეძინა? ღმერთო ჩემო, დაკითხვას მიწყობს. რა შენი საქმეა? რას ნიშნავს რა შენი საქმეა? ის ჩემი მეგობარია. აქ როცა გინდა მაშინ ვერ მოხვალ. მოდი ნადიას ვკითხოთ. როგორც სავაში იტყვის, ისე იქნება. ჯემ, წუხვარ. ნადია, ვერ ვიჯერებ. როგორ მიღალატე? როცა სავაშს ეხება, ასე მოვიქცევი. მაპატიე. კარგია, სიცხე აღარ გაქვს. მე ვიზრუნე და დაეწია. დილით უნდა გენახა რა ცხელი იყო. სიყვარულისგან? ხო, მაგისგანაც. ძვირფასო, საყვარელო. სავაში, რა გჭირს? ჩაფიქრებული ხარ. ისევ კონკიაზე ფიქრობ? ჩემო საბრალო. გვეგონა ოდესმე გამოჩნდებოდა, მაგრამ არ არის. დაივიწყე. როდის დაივიწყებ? მეც ვფიქრობ, რომ დავივიწყო, მაგრამ არ გამომდის. ასე როგორ შემიყვარდა. თითქმის 1 წელი გავიდა და მისი სახე სულ თვალწინ მიდგას. მივესალმები ასეთ სიყვარულს, ქეთს ვიხრი. რა აზრი აქვს შენ, ქეთს მოიხრი თუ არა? იასემინი მაინც არ გამოჩნდება. ჯერ ვერ იპოვე? მის ქუჩაზე ვარ, მისი მისამართის გასაგებად დიდი ძალისხმევა დამჭირდა. სევგი.
სანამ იასემინს არ დაითანხმებ, არ ჩამოხვიდე. ეს უკვე ბევრჯერ მითხარი, ბორა. კარგი ძალას არ დავიშურებ. ბებია მოვიდა? აბა ვნახოთ. მოდი კარი გავაღოთ. მოდი. სევგი? იასემინ. ხმერთო. იმიტომ დაიკარგე, რომ ბავშვი გაგიჩინა? ეს ბორაშვილია? მიპასუხე, იასემინ. ბორაშვილია არა? იასემინ, მოვედით ძვირფასო. ჩემო პატარამ გაგაწვალა? აბა მოდი ბებიასთან. მოდი, წამოდი პაპა ვჭამოთ. გამარჯობა. გამარჯობა. იმედია არ უტირია? არა, დეიდან ურიშ. ახლა ხან დაიძინა. საერთოდ არ უტირია. თუ გინდათ ისევ მოიყვანეთ. უკვე შეგაყვარა თავი. ყველას მოსწონს ეს პატარა. ნახვამდის. ნახვამდის. დროებით. მეგონა შენი შვილი იყო. კინაღამ გული გამისკდა. ძვირფასო, ძალიან მომენადრე. მაგრამ გინდა, ბოდრუმში საქმე გქონდა? არა, შენთან დასალაპარაკებლად ჩამოვედი. გამარჯობა, მაპატიეთ. გამარჯობა. ალბათ იასემინის დედა ხართ. დიახ, ტელეფონით ვილაპარაკეთ. ხო, ახლა ერთმანეთი გავიცანით. დასხედით, ჩაის მოგიდუღებთ. კარგი, გმადლობთ. იცი, მართლა ძალიან მომენადრე, იასემინ. მეც მომენადრე. მართლა ერთმანეთი როგორ გაიცანით? ეს არასდროს არ მიკითხავს. ამ ტიპის ბარში, ბოდრუმში. დასასვენებლად ჩავედი. მერე გამოველაპარაკე. მომეწონა. მას მერე მეგობრები ვართ. ხალებთან ერთად დადიოდით? როგორ შეიძლება ასეთი რამის კითხვა? რატომ არ შეიძლება? რა თქმა უნდა დავდიოდით. მითხარი ეშრებ. ძმაო, რაღაც უნდა გითხრა. ქალბატონი ჩიჩეკი. რა ქალბატონი ჩიჩეკი? როგორ გითხრა? მიდი მითხარი დროზე. ვიღაც ბიჭთან ერთად სახლში შევიდა. ბიჭთან ერთად? ხო. ეშრებ ხომ გითხარი ჩიჩეკს არ უთვალთვალო მეთქი. მითხარი, მაგრამ როცა მანქანაში ბეჭედი მოიხსნა, გავნერვიულდი ძმაო. ახლავე მოვალ. კარგი ძმაო.
უნდა წავიდე. რა მოხდა? რა მოხდა? სად მიდიხარ? სავაში, ეს ჩიჩეკს ეხება? არა, არაფერია. ნახვამდის. რა სისულელეს ამბობ? იასემინ, სერიოზულად გეუბნები. აი თქვენი ჩაი. გმადლობ დედა. კექსი გამოვაცხეს დაფილათი. გემრიელია. გმადლობთ, გემრიელად მიირთვით. იასემინ, ნუ ხარ ზედმეტად მკაცრი. მისმინე, ბორა მეთამაშებოდა სევგი. საღამოს მითხრა მიყვარხარო. მერე მეორე დილით კი მოდელ გოგოსთან ერთად გამოვიჭირე. რატომ უნდა გადავარჩინო ასეთი კაცის სააგენტო? გეთანხმები მართალი ხარ. მაგრამ ბორა მარტო სააგენტოში დაბრუნებას არ გთავაზობს. პროექტის პარტნიორობას გთავაზობს. თუ დათანხმდები 5 მილიონი დოლარის პროექტიდან მინიმუმ 1 მილიონი დოლარი შენი იქნება. აი ეს სახლია ძმაო. უნივერსიტეტიდან ფეხით გამოვყევი უკან. ჯერ ვიფიქრე მეგობრები არიან მეთქი. მერე კარის კაცს ვკითხე. აი ის ბინა, ნომერი 3. შენ აქ დარჩი ეშრებ. ისმენ თვის ეძებთ. გაიწიე, გამატარე. მოიცადე, ვინ ხარ? რა უფლები შემოდიხარ? ოღუზ მოიცადე. ეს ჩემი ძმაა. შენი ძმა? ცნობილი ძმა ყოლია. რატომ არ გითხარი? მაპატიეთ არ ვიცოდი. შენ მაპატიე. აქ რას აკეთებ? ჩემ შვილს ძველ თურქულ ენას ასწავლის. ცუდი არაფერი ხდება. ჩიჩეკ, რატომ არ მითხარი? დეიდა ბოდიშს გიხდით, ასე რომ შემოგეჭერით. გთხოვთ, დაბრძანდით. ბოდიშს გიხდი. არა უშავს. ჩაის დაგისხამთ. იასემინ, გთხოვ, დამთანხმდი. მომისმინე, ჩემი ცხოვრება ჩვენზეა დამოკიდებული. უნდა დავფიქრდე. კარგი. პასუხს როდის მეტყვი? მოგვიანებით დაგირეკავ. კარგი. შენ ზარს დაველოდები. კარგი. აუცილებლად დამირეკე, კარგი? კარგი. ფელინის საქმრო მოვიდა? გამარჯობა, შვილო. ღმერთო, რა სიმპათიურია. ბებია, ფელინის საქმრო მე ვარ.
ძმა არა? ესე იგი შენი ძმა ვარ. შეხედე რა დღეში ვართ ამ ტრადიციების გამო. შეგრცხვა გეთქვა რომ გათხოვილი ხარ? მაგრამ რა მაგრამ? თვითონაც არ ვიცი გათხოვილი ვარ თუ არა. ცოლ-ქმარი არ ვარ, ჩიჩეკ. უბრალოდ ხელი მოვაწერეთ. ეს სხვადასხვა რამაა. ჩანთაში დამალული ბეჭედი ამოიღე და გაიკეთე, თორემ დედა ისევ გისაყვედურებს. რა პასუხს გასცემ? იმედია იმ უსინდისო ხალხს არ დათანხმდები. რა თქმა უნდა არ დავთანხმდები. კარგი. სად მიდიხარ? ნურიშთან შვილის წამოსაყვანად. დაფინანსებას მიიღებს, დაფინანსებას. იცი რა არის დაფინანსება? ეს დახმარებაა სახელმწიფოსგან. ვიცი. კარგი. მე აჰმედ მორანის ზარებს არ პასუხობ. დაიმახსოვრე, შეიძლება ნებისმიერ წუთას მოვიდეს აქ. შენი ავტორიტეტი შეილახა, შაჰნურ ბალდარ. შენი შვილი ვერაიძულე ჩიჩეკთან დაწოლილიყო. ვერაიძულე ნარკოტიკები გაეტანა. სად არის შენი ძველი შემართება? კიდევ ერთხელ მითხარი. ხო. აზე იწყება სიტყვა ალამი. ბ-ზე ბაკანი. თ-ზე იწყება თავშალი. ჯ-ზე ჯავშანი, ჩ-ზე იწყება სიტყვა ჩაქუჩი, ჰ-ზე ჰაერი. დაო, როგორ ხარ? ძალიან მომშივდა. ვახშმად კოფთე გვაქვს პიცია. ჩემო მსუქანა, როგორ ხარ? როგორ ხარ, დედა? ბიძია, შენც აქ ხარ? სუფრა გაშლილია. გთხოვთ. წავიდეთ, კოფთებ ჭამოთ. წამოდი, ჩიჩეკ. ღმერთო. დედა, რა მოხდა? დავიტანჯე, გეფიცები დავიტანჯე, თავი მომაფეზრა ამ მანქანამ. ისევ გაფუჭდა? დავრეკო რომ გაარემონტონ? უკვე მესამედ გაფუჭდა. აღარ გავაკეთებ. ახლის ყიდვა მომიწევს. გარემონტება რომ ვთხოვოთ მინიმუმ 100 ლირას მოგთხოვენ. 100 ლირა არც ისე ბევრია. როცა არ გაქვს ბევრია შვილო. კარგი. სარეცხს ნურიშთან წავიღებ. ჯერჯერობით იქ გავრეცხავ. მერე ვნახოთ. ჩანდაბა. Sevgi. მოგების 40% შენია. დანარჩენ ფულს მე და ბორა გავიყოფთ. ბორას ავეჯიან სახლს მოსთხოვ. ქირას სააგენტო გადაიხდის. მანქანაც გჭირდება. Sevgi ხომ არ აზვიადებ. ჩემთვის პროექტის პარტნიორობაც საკმარისია. არა, იასემინ არ არის საკმარისი. უნდა მოითხოვო. ბორა არ დათანხმდება. ასე გონია? ყველა კოზირი შენს ხელშია.
არ გისმის? თავად რომ გახსნა სააგენტო, პირველი კლიენტი უკვე მზადაა. ჩვენთან აღარ მოგიწევს $5 მილიონი გაყოფა. რატომ მეხმარები? იმიტომ რომ მე ვერაფერს ვუხერხებ ბორას. შენ კი გაქვს ამის შანსი. ნუ თუ ასე გძულს ბორა. არ ვიცი ეს რა არის. სიძულვილი თუ ვნება. მას მე რაც დავშორდით, არავის შეხვედრი ვარ. სულ ბორაზე ვფიქრობ. მან მე გამომიყენა. თან როგორ გამომიყენა. რომ იცოდე, ჩემი წყალობით რამდენი ფული იშოვა. ბორას გამო ჩემს ყველაზე ერთგულ უფროს კლიენტები წავართვი. როგორ დაუშვი ასეთი რამ? სიყვარულის გამო. სიყვარული აბრმავებს. ამიტომ გაფრთხილებდი იასემინ. ვერც კი მიხვდები ბორა ისე გამოგიყენებს და გაგაუბედურებს. ახლა გინდა შური იძიო? ეს მხოლოდ დასაწყისია. ამით არ დამთავრდება. მოვიდა. იასემინ, როგორ მიხარია შენი ნახვა? ვიცი დღემდე ბრაზობ ჩემზე, მაგრამ თუ მაპატიებ. საქმეზე ვილაპარაკოთ ბორა. დაჯექი. იასემინმა პირობები წამოგვიყენა. მოგების 40%, ავეჯიანის სახლი და კარგი მანქანა. სულ ესაა? არა. ცალკე კაბინეტიც უნდა. ახლა ის უფროსია. აბა? რა სიტყვი? ოჯახჭემო ბიჭო. ოჯახჭემო პრინცო. ნახოთ ვინ რეკავს? დედა რეკავს. იასემინ, დედა, შვილო როგორ ხარ? რა არის ახალი, იწყებ მუშაობას? ომერი როგორ არის? ხომარტიროდა. არა, არ უტირია. იასემინ, მითხარი რა ხდება სამსახურზე? დედა, შეგიძლია ომერის ხმა გამაგონა. რას გეუბნება დედიკო? ჩემო ძვირფასო შვილო. ძალიან უყვარ ხარ დედას? ჯერჯერობით არა. იასემინ, ვიცი რომ გაწყენინ. შეცდომა დაუშვი ის ქალი სახლში რომ დავპატიჟე. რომ გითხრა, ნასვამი ვიყავი და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, მეთქი არ დამიჯერებ. მაგრამ შენ შანსი არ მომეცი რომ ბოდიში მომეხადა. უკვე მოგეცი. შენს პარტნიორობაზე დავთანხმდი. ახლა პარტნიორები ვართ ბორა. მეგობრები არ ვართ და არც არასდროს ვიქნებით. ეს არ დაგავიწყდეს. კარგი. ჩვენებს ჩემი ახალი თანამდებობის შესახებ შეატყობინე. ჰიჯრან, თეფშები მოიტანე. წარმოებელი ჯგუფი მოდის? რა ხდება? ვინმე ამიხსნის რა მოხდა? სითარი არ ამბობს, კუდიანია. ალბათ ახალი კლიენტი გვყავს და ამას აღნიშნავენ. მეგობრებო, წარმოგიდგენთ პროექტ ერჩიფსის ახალ პარტნიორს. თუმცა ქალბატონ იასემინს იცნობთ. ძალიან მიხარია რომ დაგვიბრუნდი იასემინ. ყველა მოგესალმებით.
ახლა კარგად არის? კი, გამოკეთდა. შუა დღისასწნიანი ვაჭამე. არამატირო, ჯემ. სიამოვნებს ნადიას ასე რომ უვლი. მიყვარს ძმაო, მიყვარს. მორჩა. წერტილი. ახლა რას აკეთებ? არაფერს ხელში მყავს აყვანილი, მიიყურებს ჩემი ტკბილი შვილი. მალე ვაბანავებ, მერე დავაწვენ და დავაძინებ. არა ძვირფასო. დედა ტელეფონით მოასმენინე. კარგი. შვილო, ჩემო ძვირფასო. რას გეუბნება დედა? სარეცხის მანქანა მოიტანეს და დაამონტაჟეს იასემინ. კმაყოფილი ხარ? ისეთი მოდელია, როგორიც გინდოდა, არა? ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან. ხმა საერთოდ არ აქვს. ნურის ვალი ხომ დაუბრუნე. კი, შვილო, კი. დედა, ეკონომია არ გასწიო, კარგი? იმდენი დახარჯე, რამდენიც გინდა. კარგი ხელფასი მაქვს. კარგი, ჩემო ლამაზო, არ ინერვიულო. ახლა უნდა გავთიშო, მოგვიანებით დაგირეკავ. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გამარჯობა. ნახვამდის. გამარჯობა. ნადიას საჭმელი აქვს? მშიერი არ დარჩეს. გულს მტკენ ძმაო. შეყვარებულს მშიერს დავტოვებ? რა ვიცი, იქნებ რამე. საღამო მშვიდობისა. კეთილი იყოს შენი მოსვლა. საღამო მშვიდობისა, იასემინ. როგორც იქნა დაგვიბრუნდი. ნახე რა კარგია, ისევ ერთად ვართ. უშენოდ ჩვენი შეკრებები უინტერესო იყო, იასემინ. ძალიან მოგვანატრე თავი, ასე არაა, გოგონებო? რა თქმა უნდა, ეს მანიაკი დაგვიტოვე და წახვედე. კარგია რომ წავედი. როგორც ჩანს, ახლა დამაფასეთ. ისედაც ვიცოდით. რა თქმა უნდა, ძვირფასო. რას დალევ? ღვინოს. უკაცრავად? გისმენთ, ქალბატონო. თუ შეიძლება წითელი ღვინო მომიტანეთ. ახლავე. მივდივარ. მიდიხარ? ბიჭო, ხომ არ გაგიჟდი? კონკია იპოვე. ასე ხომ არ მივადგები? რა მოხდა? მშვენივრად გამოიყურები. კი, მაგრამ გოგოს რა უნდა უთხრა? გამარჯობა. იახტა გიყვარს მეთქი? აბა რას აპირებ? გეგმა მაქვს, ნუ ღელა. როგორც ხედავ, საქმეები კარგად მიდის. ვანი. რამდენ ხანს დარჩები? ჩემს დას 1-2 კვირით უნდა დარჩენა. კარგია. ბავშვები მამას მაინც ნახავენ. ღმერთო ჩემო, სტამბოლში გეპატიჟები, მაგრამ არ მოდიხარ. სტამბოლში ვერ გავძლებ. აბა მე რა ვქნა? იქ მაქვს საქმეები. თვეში ერთხელ ჩამოსვლა საკმარისი არაა. ჰალდუნს ვეღარაფერს ვაგებინებ. მე დაველაპარაკები. ამბობენ ჩიჩექი უშვილოა, მართალია? რანაირად ლაპარაკობ? ხალხი სულ ამაზე ჭარაობს. ვიდან ყველაფერი მზად არის? მზად არის და მორანები დავპატიჟოთ და რატომ უნდა დავპატიჟოთ? სტუმრები ჩვენ ვართ. ისინი უნდა გაგვიმასპინძლდნენ. მართალია. რა ვიცი, მაინც გკითხავ.